თბილისში აივ-შიცისა და ტუბერკულოზის ფორუმი გაიხსნა. შეხვედრაზე სფეროს სპეციალისტებმა მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის სახელმწიფო, არასამთავრობო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლების კოორდინაცია იმისათვის, რომ განხორციელდეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტები. შესაბამისად, ჩვენ მთელ რიგ შეხვედრებს ვახორციელებთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყოს სწორი, შენარჩუნდეს სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მასში და ჩვენი მოქალაქეებისთვის შენარჩუნებული იყოს ოპტიმალური სერვისები. გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს დონორის დაფინანსებიდან ეტაპობრივად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლას აივ-შიცის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებების სრულად დაფინანსების მიზნით. ამდენად ეს გარდამავალი პერიოდი უნდა დაიგეგმოს კარგად და დღევანდელი შეხვედრის გამოსავალი იქნება სწორედ შეთანხმება იმაზე, თუ როგორ გავიაროთ მაქსიმალურად ეფექტურად ეს პროცესი.